ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფო ახალ ვიდეო მასალას ავრცელებს, სადაც ქართველი მებრძოლები ყვებიან თუ როგორ ჩავიდნენ სირიაში საბრძოლოდ. შესაბამისი ვიდეო ISIS-ის მედია ცენტრ ფურატის მიერაა მომზადებული და იგი ინტერნეტით ვრცელდება. ვიდეო გადაფარულია სირიაში ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფოს რიგებში ქართველი მებრძოლების კადრებითა და ფოტოებით. ეს საფრთხეები არსებობდა, ამაზე ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურებმა ძალიან სერიოზული ღონისძიებები გაატარეს, სწორედ ამ ღონისძიებების შედეგია ის, რომ ჩვენი ქვეყნიდან როგორც რაოდენობრივად, ისე ტენდენციის თვალსაზრისით სულ უფრო ნაკლები რისკებია, რომ ჩვენი მამოქალაქეებმა მონაწილეობა მიიღონ ტერორისტულ ორგანიზაციების საქმიანობაში. ამიტომ ეს მოწოდებებიც ერთგვარი მანიშნებელია იმისა, რომ ამ ხრივ გარკვეული პრობლემები შეექმნათ ეგრეთ წოდებულ ისლამისტური სახელმწიფოს თანამონაწილეებს, ამიტომ ჩვენ თავისთავად უნდა ვიფიქროთ იმ კონტრღონისძიებებზე, რომლებიც რა თქმა უნდა შეამცირებს ასეთ რისკებს. განცხადებები არის ნაწილი საერთოდ მათი აქტივობის. მაგრამ რეალურად თქვენ იცით, რომ ხელფასაშია მათთან ომი და საკმაოდ ისეთი მასშტაბური ხასიათი აქვს. სახელმწიფოს რაც შეეხება, ყველა სტრუქტურა მობილიზებულია, საგანგებო დავალებები აქვთ და რასაკვირველია არის ის რესურსი, რომელსაც შეუძლია ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საზოგადოება დაიცვას შემოტევებისაგან.